მოგესალმებით, დღეს ვიმყოფებით, როგორც ხედავთ, ბორჯომის ოლქის მიმდებარე ტერიტორიაზე. როგორც კადრებში იხილეთ, ცეცხლი გაჩნდა დილის 6 საათიდან 7-ის ნახევრამდე, დაიწყო 15,000 კვადრატულ მეტრამდე ფართობი. განადგურებულია თითქმის ყველაფერი, რაც მოსახლეობას გააჩნდა. ის მოხდა ეს ყველაფერი და პირველ რიგში რას ფიქრობთ ამ ფაქტთან დაკავშირებით? 7-ის ნახევარზე ბატონო, 7-ის ნახევარზე დაიწყო თეთრლიქიდან და მოეკიდა ერთიანად. და თქვენ ფიქრობთ ნამდვილად, რომ ეს არის განზრახ-მიმართული დანაშაული? ასე ამბობენ და მე რა ვიცი. ანუ თქვენი მაღაზია დაზიანდა? მე მაღაზიაში არ ვუწევ, მე აქ ვაჭრობ ხილზე, ანალზე. და თქვენ მოსულიყავით, რომ ეს ყველაფერი დაწყებული იყო? მე რომ მოვედი მაშინ აქრობდნენ ცეცხლს. ანუ დღეს დაახლოებით რომ საათზე მოხდა ეს ყველაფერი და როგორ გიქნებთ ეს თქვენი მაღაზია დაზიანდა? არა, მე უბრალოდ მყიდველი ვარ, მან ვაჭრობდი ხოლმე, მაგრამ რა და როგორ ვიცი. ხედავთ? როგორ ეხლა მოვედი უბრალოდ. განადგურებული. არაფერი აღარ არისო, ეხლა მეც ვიკითხე და არაფერი აღარ არისო, რა ვიცი. აქ ძალიან მძიმე სურათია, როგორც ხედავთ და ადამიანები კომენტარებისგან თავს იკავებენ და სულ ამის ხომ მინდოდა განადგურებულია ყველაფერი და მილიონებს აღწევს ზარალი. მე ვიყავი კონსტანტინე ჯაფარიძე, ეს იყო პოდკასტი ხალხის პირისპირ და მემშვიდობებით უკვე კარგი ამბებით დავბრუნდებით იმედი მაქვს პირდაპირ ეთერში. მადლობა.